საღამოშვიდობისა დღის მთავარ თემებს ეთუნა ინცკირველი გაგაცნობთ. მთავარი ეშმაკის ფეხი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი. სრული უტიფრობა ამ ადამიანის მხრიდან 9 აპრილზე საუბარი, როდესაც სულ რაღაც 7 და 8 წლის მერე 9 აპრილიდან ლებეძის კამპანიაში მონაწილეობდა. ამ დღეს იხსენებდა, მithumetes წარსულს იხსენებ. იქვე იმის თქმა, რომ წარსული არ გავიხსენოთ და უკან მოვიხედავთ. რაც ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის. ძალიან არათანმიმდევრულია და არადაბალანსებულია, წინამდებობრივია. სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის ის ხელისუფალი, რომლის პოლიტიკის ერთადერთი არსენალი ეს არის საზოგადოების დახლეჩვა და პირისპირება. სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია თავდაღმართში სვლის ტეხილი და შინნაზარდი დიქტატორი. ისტორიის გადაწერის საკმაოდ უხარისხო მცდელობა ეს წერილი. წყალი იყო, არაფრის მთქმელი იყო ეს წერილი. წერილი არის დაწერილი აბსოლუტურად სპეკულატურად. ის დამნაშავედ შევარდნაძის პერიოდის 10 პირს არ ასახელებს. ივანიშვილის 9 აპრილი და ქვეყნის 30 წლის ისტორია. რა წერია და რატომ დაწერა ყოფილმა პრემიერმა ახალი წერილი. არის რადიკალიზაციის მცდელობა, განხეთქილების, აღრმავების მცდელობა და ეს აწყობთ რა თქმა უნდა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურთ რემაში და არა საზოგადოების და სახელმწიფოს წინს. თუ აფინანსებდა და ალბათ აფინანსებდა, რადგან თვითონაც გონი ნათქვამი, მაგრამ ეს იყო წმინდა ტაქტიკური. თვითონაც მოიკითხონ, იმ დღეს ხალხი ცხოვრობდა, ზოგი მუშაობდა, ძალიან წარმატებულიც იყო. ჩვენ მივეცით ორკვირიანი ვადა, რომელიც იწურება უკვე ხვალ 9 აპრილს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, ვინაიდან ევროპარლამენტარების მხრიდანაც იყო უკვე წერილი და შეშფოთება ამ საქმის გამოუძიებლობის გამო. კერძაია საქმეზე მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება, ინსპექტირება როგორც სადამსჯელო ღონისძიება. რეაგირების გარეშე დარჩენილი 4 დეპუტატის და 11 ევროპარლამენტარის წერილი. ვამბობ, რომ გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს და ძიების პროცესში და რა არის რთული, რა არის ადვილი, ამაზე პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა გადადგას ძალიან სწრაფძნელიც რომ იყოს, სწრაფ დროში, მოკლე დროში უნდა დაასრულოს გამოძიება. არ შეიძლება ამდენი ხანი ამ თემის გაგრძელება, ვინაიდან ეხება ადამიანს, მის სიცოცხლეს და კონკრეტულ ოჯახს, რომელიც ჩემი პირადად ჩემი ქვეყნის შემადგენელი ნაწილია. უმრავლესობის ჩატში მოდიოდა მწვანე და წითელი ვაშლები, რომ ქნოპები არ არეოდა. ვინც გზავნის ყოველთვის იქვე ერთი ყავდათ კოკა ყანდიაშვილი უფროსი. წითელი და მწვანე და მეორე ცდით გაუქმებული არჩევნები. იყო თუ არა პარლამენტის დღევანდელი სხდომა ლეგიტიმური. კანონის დარღვევით მოწვეული სხდომა ბუნებრივია, ვერ იქნება უფლებამოსილი და ლეგიტიმური. პირობა იმისა, რომ ახალი რეგლამენტი ზედმიწევრით იქნებოდა დაცული, ნამდვილად არ სრულდება. პასუხისმგებელი პირი უნდა გამოიკვეთოს, ვინც ვალდებული იქნება გააფრთხილოს ეს ხალხი. როგორ იყო გზა 1999 წლიდან დღემდე, როგორ იმარჯვებდა ემოცია რაციონალიზმზე და რა უნდა გვახსოვდეს, რისკენ გვიბიძგებს ეშმაკი. 9 აპრილამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ წერილში ყოფილი პრემიერი განმილ 30 წელს აფასებს, შედეგებს აჯამებს და მიიჩნევს, რომ წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამონათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება, თუმცა ბიძინა ივანიშვილი წერილის ნაწილ სწორედ პოლიტიკური ოპონენტების წარსულს უთმობს. ბიძინა ივანიშვილს გზავნილი დაუწუნეს ყოფილმა თანაგუნდელებამ. ერთ დროს ყოფილი პრემიერის გარემოცვა და ახლა უკვე მოწინააღმდეგები ფიქრობენ, რომ ოცნების თავმჯდომარეს ისტორიის გადაწერის უხარისხო მცდელობა ჰქონდა. პატრიოტული და სიღრმისეული ასე აფასებენ მართულ გუნდში პარტიის თავმჯდომარის ღია წერილს და ბიძინა ივანიშვილის პათოსის ზიარებენ. ოპოზიცია კი ყოფილი პრემიერის გზავნილ საარჩევნო პერიოდზე გათვლილ ფარისევლობად აფასებს. მართული გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ეს ადამიანი, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის მთავარ მოქმედ პირს გენერალ ალექსანდრ ლებედის აფინანსებდა. 9 აპრილიდან 30 წლის შემდეგ და 9 აპრილამდე ერთი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაასაჯაროვა. ივანიშვილის გზავნილი 1999 წლის 9 აპრილზე საუბრით იწყება. ყოფილი პრემიერი ტრაგიკული დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენის დღემდე ისტორიას გვიყვება და ვარწმუნებს, რომ ამის შემდეგ საზოგადოების რაციონალიზმზე ემოციამ გაიმარჯვა. შედეგი ყოფილი პრემიერის აზრით სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადასროლილი ხელისუფლება, კრიმინალებისგან დაჯიჯგნილი სამშობლო, ნატოს კარზე დაკაკუნება და შინნაზარდი დიქტატორის გამოძახება იყო, რომელმაც მისივე თქმით რუსთაველის გამზირზე სახალხო პროტესტის სისხლში ჩაახშო. ვრცელ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დიდი დრო დაუთმო წარსულზე საუბარს.
ტექსტის ბოლოს კი შეგვახსენა, რომ რადგან ეშმაკი ყოფს, საზოგადოების გახლეჩვა და წარსულის მუდმივი შეხსენება უნდა დასრულდეს. დარე ხარისხის უნიჭო წერილი, 9 აპრილით სპეკულაცია და ეშმაკი ბიძინა ივანიშვილის როლით. ოცნების ლიდერის მორიგ ვრცელ წერილს ვრცელი კრიტიკაც მოჰყვა. ოპოზიცია ამბობს, რომ წერილი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს მოიცავს. ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელებისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს ქვეყნის მთავარი დამანგრეველი განხეთქილებაზე და რატომ ითხოვს წარსულზე საუბრის თავიდან აცილებას, როდესაც მართველი ძალის მთავარი პოლიტიკური იარაღი კვლავ ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობაა. მან სრულიად ერთმნიშვნელოვნად გადაწყვიტა, რომ გააცოცხლოს 9 აპრილის სულისკვეთება და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის სულის გახსენებით მოიგოს არჩევნები 21 საუკუნეში. მან გითხრა, რომ ეშმაკი ყოფს და უნდა დავასრულოთ ამ საზოგადოებაში დაპირისპირება. მაშინ, როდესაც სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის ის ხელისუფალი, რომლის პოლიტიკის ერთადერთი არსენალი ეს არის საზოგადოების დახლეჩვა და პირისპირება. წერილში საერთოდ არა საუბარი მის პირად პასუხისმგებლობაზე, როცა აშკარად გამოკვეთილი იყო პოლიტიკა, რომ მისი ჩართულობით სამწუხაროდ ბევრი პროცესები გაჩერდა. მაგალითად, საუბრობს, რომ ეშმაკი ყოფს. ძალიან ესეთი თქვათ ასე სერიოზული განცხადება, იმიტომ რომ ვინ გაყო კოალიცია ქართული ოცნება. დარე ხარისხის უნიჭო წერილი, ალოგიკური წერილი და რაც მთავარია, გაუგებარი ყველასთვის. ადრესატი ვინ იყო ვერ დავადგინე. ვის მიმართ? ცდელობა იმისი, რომ ის გახდეს ეროვნული მოძრაობის მემკვიდრე, ეს არის სასაცილო და ამავე დროს გულის ამბრავიც. თავდაღმართში სვლის ტეხილი. ასეთი იყო, როგორც თავად ამბობს ბიძინა ივანიშვილისთვის 2012 წლამდე სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია. 2012 წლიდან დღემდე კი, როგორც ყოფილი პრემიერის წერილში ვკითხულობთ, 9 აპრილის სულისკვეთება, რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაქვს ცოტა ჩამორჩენილი ეკონომიკური მდგომარეობით. ბიძინა ივანიშვილმა, რომ საჯარო წერილში საჯარო კრიტიკისთვის გაიმეტა ყველა საკუთარი თავის გარდა, სწორედ ამიტომ მისი ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა ისტორია გადაწერა და ისიც უხარისხოთ. ხუხაშვილის გარდა ივანიშვილმა მწვავე კრიტიკა სხვა ანალიტიკოსებისგანაც დაიმსახურა. ისტორიის გადაწერის საკმაოდ უხარისხო მცდელობა ეს წერილი. როდესაც ლაპარაკობს დიქტატორის გამოძახებაზე, ის ხშირად საუბრობს იმაზე, რომ დიქტატორს თვითონ აფინანსებდა, ხო, იმ წლების განმავლობაში და სიამაყით საუბრობს ამაზე. და ხა თუ ესე დიქტატორი და სისხლისმცველი იყო ეს სააკაშვილი, მაშინ აი $100 მილიონ რაში უხდიდა. მას უნდა რომ გვიყვარდეს და ძალიან წუხს იმაზე, რომ არ გვიყვარს. თუ უნდა რომ გვიყვარდეს, მაშინ ჯობია ლექსების წერაზე გადავიდეს პირდაპირ. წერილი არის დაწერილი აბსოლუტურად სპეკულატურად და უბრალო ადამიანი და ახაკიდულობს რაღაც უფრო ისტორიის ყიდვასაც, რომელიც თავისთვის უნდა მიიწვიოს, გადაწეროს, გონია რომ მას ყველაფერი შეუძლია ამ ქვეყნას. ასაკურველია საარჩევნო კამპანიის ნაწილია, სხვა მას რესურსი არ დაწერს. შენებათ რომ 9 აპრილით დაიწყო ხო ეს ყველაფერი მისი განცხადება და რაღაც. ამიტომ მას აქვს იმის პრეტენზია, რომ მონუმენტალური ფიგურაა საქართველოს ისტორიაში და მასთან არის ასოცირებული ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარება. მაშინ ეჭვარში გებაროთ ეს წარმოდგენა საკუთარ თავზე ამან ეს აქვს და მისი გარემოცვაც, რომლებიც ფულზე მონადირემ ლიქნელები არიან ძირითადად ამას უმყარებს და ეუბნება რომ კი აი შენ ხარ რაც ახარ და ნიჩეს ეკამათება ხო ბოლო-ბოლო ყოველთვის თავიდან. შეიძლება ხუმრობა იყოს, მაგრამ არ არის ხუმრობა. ბიძინა ივანიშვილის ვრცელ წერილში, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიაა აღწერილი, არ საწერია ის, რაც დღეს მას ოპონენტებმა შეახსენეს. ოპოზიცია ამბობს, რომ 9 აპრილზე არ უნდა საუბრობდეს პირი, რომლის დაფინანსებულმა რუსმა გენერალმა ლებედმა 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიანი მიტინგის დარბევაში დიდი როლი ითამაშა. დღეს ივანიშვილს ისიც შეახსენეს, რომ 1 ოქტომბრის 9 აპრილთან შედარება მეწრულმანეობა და ტყუილია. დამახინჯებული შეფასება ისტორიისა და ძალიან ფარისევლური შეფასება 9 აპრილის მართლაც რომ გმირული მოვლენებისა და ბოლოს და ბოლოს უნდა განსაზღვროს ყველამ საკუთარ თავში სად იდგა 9 აპრილს. დამოუკიდებლობის ხარჯზე იდგა
თუ რუსეთის მხარეზე. როდესაც 9 აპრილზე ლაპარაკობთ, მან უნდა იცოდეს და უნდა ჰქონდეს იმის წარმოდგენა, რომ 9 აპრილი არის დღე, როდესაც დაიწყო სვლა საბჭოთა კავშირიდან ჩვენი ქვეყნის განთავისუფლების და მისი შედარება 1 ოქტომბერთან თან ისე манипуლირება, რომ თითქოს ვარდების რევოლუცია, როგორც ასევე უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არ წარმოაჩინო, ხარ ესე იგი ჩვეულებრივ შეგნებული მატყუ არა. სრული უტიფრობა ამ ადამიანის მხრიდან 9 აპრილზე საუბარი, რომელიც როდესაც სულ რაღაც 7 და 8 წლის მერე 9 აპრილიდან ლებეძის კამპანიაში მონაწილეობდა და თვითონვე თავისივე აღიარებით რასკურჩივანი აკეთებდა ლებეძის და როდიონოვიც იქვე სადღაც კულუარებში დარბოდა. ოპოზიციის ამ კრიტიკას 9 აპრილის ერთ-ერთი მონაწილის და ახლა უკვე ქართული ოცნების დეპუტატის ნუკრი ქანთარიას ახსნა განმარტებები მოხდა. თუ აფინანსებდა და ალბათ აფინანსებდა, რადგან თვითონაც მოვი ნათქვამი, აკმარ ეს იყო წმინდა ტაქტიკური. თვითონაც მოიკითხონ, იმ დღეს ხალხი ცხოვრობდა, ზოგი მუშაობდა, ძალიან წარმატებულიც იყო. ასეთერად მიდგომა რას ნიშნავს? ჩემთვის აბსოლუტურად ტენდენციურია მათი ასეთი საუბარი. ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით დღეს ახსნა განმარტებების გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარესაც მოუხდა. არის რადიკალიზაციის მცდელობა, განხეთქილების, აღრმავების მცდელობა და ეს აწყობთ, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურთ რევანში და არა საზოგადოების და სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს წინსვლა, აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა მივცეთ რადიკალიზაციის შეასრულება. ბიძინა ივანიშვილს რომ წარსულში გახედვა არ სურს, ამაზე დღეს ქართული ოცნების უკვე ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამაც ისაუბრა. თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ წარსულის უარყოფა მის დავიწყებას არ გამოიწვევს. ვისაც უკან წარსულში გახედვა არ უნდა, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი სიმძიმეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვინმეს დაავიწყდება, წინ უნდა ვიაროთ, მაგრამ წარსულს სახელი სწორად უნდა დავარქვათ. 9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას. სწორედ ამ ფრაზით მთავრდება ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელმაც 7 წლიანი ფორმალური თუ არაფორმალური პოლიტიკური მოღვაწეობის შემდეგ, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ეს დღე მხოლოდ დღეს გაიხსენა. ამბავი მთაზე დაბადებული ეშმაკისა მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის წერილს ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოცნების თავმჯდომარეს ეშმაკს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილი მიცვალებულებით სპეკულირებს. ამასთან მიხეილ სააკაშვილი მიჩნევს, რომ ღია წერილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელდა, მისი დაწერილი არა. ბიძინა ივანიშვილს ვიღაცამ დაუწერა წერილი და გამოაქვეყნა თავის სახელით, იმიტომ რომ მაგ წერილს ვერ დაწერს კი და ვერ გამოთქვავს კი და ვერ წაიკითხავს, რომ წააკითხო. ეგრეთ რთულ სიტყვათა წყობას. ეგ დაახლოებით ისევეა, რომ ვითომ დისერტაცია რო აქვს დაწერილი და თან სათაურს ვერ გამოთქვავს, რო თხოვა. ხან ზვიად გამსახურდიად სპეკულირებს, ხან მისი პირადი მტერით ბადრი პატარკაჩურით, ხან ზურავ ჟვანიათი, ახლა მიადგა 9 აპრილს დაღუპულ ჩვენ გმირებს. და ამ წერილში ნათქვამია ეშმაკზე, რომელიც თიშავს. ხო და მე ახლა მინდა კითხოთ თქვენ, აბა საღად მოაზროვნე ქართველებს. აბა გამოიცანეთ რა შეიძლება ერქვას იმ არსებას, ვინც 9 აპრილის ჯალათს ლებეც მუდმივად აფინანსებდა მრავალი წლის განმავლობაში 9 აპრილის შემდეგ. შეიძლება ეშმაკი ეწოდოს, ხო? რა ქვია იმ არსებას, ვინც რომაჯ შამათავას ალპობს ციხეში, ამ დროს როცა აფხაზში გვიხოცავენ ჩვენ ხალხს, ვინც მაგალითად იმ გმირს ოფიცერს ჩვენს რობაქიძეს ბაღდადიდან, რომელიც ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი 2008 წელს, ჩაუდო ბესერიას კადრები და აღუძრა სისხლის სამართლის საქმე, ისე როგორც ციხეში ჩასო 4 გმირი კიდევ 2008 წლის ბესერიას ჩადებული კადრებით, ვინც დაახოცია ჩვენი სპეცრაზმენების შემთხვევით ეშმაკი ხო არა. ვინ იქცევა ეშმაკივით? შემთხვევით ის არსება ხო არა, რომელიც ხეებს ეხუტება, ჯერ გლეჯს ანადგურებს, მე ეხუტება და ყველაფრით არის ამ ხეებთან დაკავებული და 1000 გოლ რიტუალებს ასრულებს. შემთხვევით ეშმაკის იყო თუ არა ზეწოლა იაკერზაიაძე და რატომ მოხდა მოქალაქის წერილი საფუძველზე ზუგდიდის ნომერ 6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში ინტელექტ კლუბის დეპუტატ წევრებს 5 თვის წინ დასმულ კითხვებზე პასუხი ისევ არ მიუღიათ. გიორგი მოსიძემ, გედევან ფოფხაძემ, მირინა ფრუიძემ და ლევან კობერიძემ იაკერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბაჩანა შენგელიას, რომელიც ასევე ინტელექტ კლუბის წევრია, თანადგომა დედის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე გამოუცხადეს და ერთობლივ განცხადებაში საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა ითხოვეს. უმრავლესობის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. ქართველი დეპუტატების გარდა იაკერზაიას საქმეზე სწრაფ გამოძიებას ითხოვს 11 ევროპარლამენტარიც.
ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა ხვალ ეწურება. ულტიმატუმის საგამოძიებო უწყებებს ბაჩანა შენგელიამ ია კერზაიას საქმის გამოსაძიებლად წაუყენა. ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვები და დაუსჯელი დამნაშავეები შენგელიას უღრმავებს ეჭვს, რომ ღირსების საქმე პოლიტიკურად შეკერილია და დანაშაული მაღალ ჩინოსნებს მიუძღვით. შენგელია ამბობს, რომ დროა ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. როდესაც არ ხდება არავის პასუხისგებლობა, მათ შორის დისციპლინური პასუხისგებლობა და მით უმეტეს, როდესაც ესეთი აშკარა ამდენი მტკიცებულება, შესაბამისად ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთადერთზე, რომ ამ ადამიანებს ვიღაცა მფარველობს. წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ. ია კერზაიას შვილის პირველი და მთავარი მოთხოვნა განათლების მინისტრის გადადგომაა. ის რომ საქმეში დღემდე არავინ დასჯილა, აფიქრებინებს, რომ დამნაშავეებს მაღალ ჩინოსნები მფარველობენ. ამბობს, რომ ამ საქმის გამოუძიებლობით ხელისუფლება ქვეყნის იმიჯს, საკუთარ ინტერესებს წირავს, რადგან არაფრად აგდებს წერილს, რომელიც ევროპარლამენტარებმა ია კერზაიას საქმეზე პრემიერ-მინისტრს მისწერეს. მე ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტარების წერილმა უმრავლესობის განცხადებებმა რაღაცამ უნდა იმოქმედოს ამ ადამიანებზე და არ შეიძლება რომ კიდევ ერთი სისტემური დანაშაული მივიღოთ ამ ქვეყანაში. ამ საქმის გამოუძიებლობა უმძიმესი და უძვირესი ფასი დაუჯდება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას. ია კერზაიას საქმეზე პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილოა მმართველი გუნდის წევრი ლევან კობერიძე. მან საგამოძიებო უწყებებს უსწრაფესი რეაგირებისკენ კერზაიას გარდაცვალებიდან მეორე დღესვე მიმართა. კითხვაზე, რატომ ჩატარდა ზუგდიდის სკოლაში ინსპექტირება მაინც და მაინც წინასაარჩევნოდ, გამოძიებისგან პასუხი არ მიუღია. განცხადებას, რომელიც ოცნების წევრმა დეკემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა, ხელს უმრავლესობის წევრები ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე და ოცნების უკვე ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე აწერდნენ. რომ პროკურატურის მუშაობით მე პირადად კმაყოფილი არ ვარ. პროკურატურისგან ველოდებით მით უმეტეს ესეთ საქმეებზე განსაკუთრებულ სწრაფ ოპერატიულ ქმედებას. სწორედ იმიტომ, რომ ის ნიჰილიზმი, რაზეც ადრე ვსაუბრობდით, არ გაიზარდოს. ტრაგედიიდან 4 თვის შემდეგ გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ია კერზაიას მიმართ ზეწოლის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდა, თუმცა ვარაუდობდა, რომ საკითხი ტრაგიკულ ფორმას არ მიიღებდა. მიაჩნდა, რომ საქმე დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების თვითნებობას ეხებოდა. ახლა კი პირთა დაუსჯელობა ხელისუფლების ბრალეულობაზე აფიქრებინებს. ფოფხაძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. რაღაცა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზეწოლა ხდებოდა მქონდა, უბრალოდ მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ეს ამდენად ტრაგიკულ ფორმას მიიღებდა. იმაჩნდა, რომ ეს იყო რაღაცა ქვედარგოლის ჩინოვნიკების თვითნებობა, მაგრამ თუ ხელისუფლება ამას არ შეაფასებს, ასეთაც და პასუხს არ მოთხოვს იმ ადამიანებს, თუ უშუალოდ ზეწოლის პროცესში იღებდა მონაწილეობას, მაშინ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე. მმართველი პარტიის უკმაყოფილება პროკურატურის მიმართ ოპოზიციას უკვირს და სასაცილოდ ეჩვენება. მათი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მოვალეობა სწორედ საგამოძიებო უწყებების კონტროლია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ზუგდიდის სკოლის დირექტორის სიცოცხლე მმართველი გუნდის ძალადობრივმა წინასაარჩევნო კამპანიამ იმსხვერპლა. გამოძიების მოლოდინი არ აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ დამნაშავეები განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები არიან. არანაირი მოლოდინი პირდაპირ კეთვით იმის, რომ პროკურატურა რაიმე რეალურ შედეგს დადებს და ვინმეს კონკრეტული პასუხისმგებლობა დადგება, მე არ მაქვს, იმიტომ რომ პასუხისმგებელი რეალურად ამ ყველაფერზე იყო მინისტრი ბატიაშვილი და მინისტრი გახარია, რომლებიც კურირებდნენ ასეთ ზეწოლას. ეს არის მათი მთავრობა, ეს არის მათ მიერ შერჩეული პროკურატურა და ისინი ვალდებულები არიან, რომ მოკითხონ პასუხი პროკურატურას, ხოლმე კი არ ისწავლონ, არამედ გადამჭრელი ნაბიჯები გადადგა და არა ოპოზიციასავით მუდმივად ილაპარაკონ, თურმე გამოძიებით უკმაყოფილონი არიან. ია კერზაიას საქმის დაუყოვნებლივი გამოძიებით ხელისუფლებას 11-მა ევროპარლამენტარმა სპეციალური წერილით მიმართა. მამუკა ბახტაძისთვის განკუთვნილ წერილში ევროპის სხვადასხვა პარტიის დეპუტატები ამბობენ, რომ ია კერზაიას საქმის სრულფასოვანი გამოძიება ქვეყნის დემოკრატიისთვის განმსაზღვრელ მნიშვნელობას ატარებს. წერილშივე ნათქვამია, რომ სავარაუდოდ ინსპექტირების მექანიზმი საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს და ეს იყო დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევა. ევროპარლამენტარების მიმართვის ადრესატი წერილის გამოქვეყნების შემდეგ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. მეც მაქვს ეს ინტერესი, რაც შეიძლება დროულად მოხდეს სურათის გარკვევა, თუ რეალურად რასთან მქონდა საქმე. მაგრამ ასე წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ ჩვენ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ,
შეიძლება არ იყოს სწორი მითხრა. საპარლამენტო უმრავლესობაში პროკურატურას იცავენ და ამბობენ, რომ საქმეთა გადატვირთულობა გამოძიების გაჭიანურების მთავარი მიზეზია. უარყოფენ კერძაიას გარდაცვალების ფაქტის არჩევნებთან კავშირს და ამბობენ, რომ ტრაგიკული მოვლენა წინასაარჩევნო პერიოდს მხოლოდ დროში დაემთხვა. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი საკითხები აქვს, ვიცი, რომ გადატვირთულია პროკურატურა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. ია კერძაიას საქმეზე გამოძიება მეხუთე თვეა მიმდინარეობს. პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ შევიდა ინსპექტირება სკოლაში ანონიმური წერილის მიღებიდან უჩვეულოდ სწრაფად და ვინ არის დირექტორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი. ერთადერთი რაც ხელისუფლებისგან ვიცით, არის ის, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა მოამზადა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქის განცხადების განხილვის და შემოწმების დაწყების შემჭიდროვებული ვადები, ინსპექტირების ფორმა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე. გამოსაშვები გამოცდები გაუქმებული, ამჯერად დეპუტატებს ღილაკები და კანონპროექტები აღარ არებიათ. წითელი და მწვანე ფერების არევა რომ მართველ გუნდში დიდი ხნის პრობლემაა, დავით ჭიჭინაძე ადასტურებს. ოცნების ყოფილი და ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ ქუთაისის პარლამენტში რა ღილაკზე უნდა დაეჭირათ პარლამენტის წევრებს, ამას კოკა ყანდიაშვილი წყვეტდა და მეტი თვალსაჩინოებისთვის წითელ და მწვანე ვაშლებს უგზავნიდა. დღევანდელი რიგარეშე სესია კი ხმაურით დაიწყო, ოპოზიცია და მართველი გუნდის ყოფილი წევრების ხდომას არალეგიტიმურად თვლიდნენ. რატომ არ უთხრეს კანონმდებლებს რიგარეშე ხდომის ჩატარების შესახებ? აღმოჩნდა, რომ ოპოზიციონერ და დამოუკიდებელ დეპუტატებს არ ჰქონდათ ინფორმაცია დღეს რიგარეშე ხდომის გამართვასთან დაკავშირებით, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინათ და ასევე განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განახილათ. მომხრე 80, წინააღმდეგი 8. საკითხი გადაწყვეტილია. საკითხები დღის წესრიგის ამოწურეთ, აგერ ბატონი ალიკომ კარნახობს, რომ ეს აუცილებლად უნდა ითქვას და სხდომას დახურულად ვაცხადებ. რიგარეშეს ხდომის მოწვევა ქართულ ოცნებას იმ კანონპროექტის გამო მოუხდა, რომელიც წინა კვირას ტექნიკური შეცდომის გამო ჩააგდო. მმართველმა გუნდმა დღეს ხდომათა დარბაზში სრული მობილიზება გამოაცხადა და მეორე ცდაზე მთავრობის ინიციირებული კანონპროექტი დაამტკიცა. დღეიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები ოფიციალურად გაუქმებულად გამოცხადდა. არდა მმართველი გუნდი პირობას დებდა, რომ კანონპროექტის განხილვა 16 აპრილს დასრულდებოდა. თუმცა ქართულმა ოცნებამ დღის წესრიგი მოულოდნელად შეცვალა და დოკუმენტის მიღება დააჩქარა. სწორედ ფორსირებულ სიტუაციაში გადაწყვეტილი საკითხის გამო დეპუტატები დაბნეულები იყვნენ. კანონმდებლების ნაწილს რიგარეშეს ხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. დღეს მე მოვედი კომიტეტის ხდომაზე და გაირკვა, რომ შემთხვევით არის პარლამენტის პლენარული ხდომა. პარლამენტის თავმჯდომარე მივლინებაშია, ჩვენ დამოუკიდებლებს არც მივლინებაში გვიშვებთ. საიტებზე რას წერთ? ეს ჩვენი პრობლემა არ არის. გაქვთ მეილები და იქნება ამ მეილებზე იკადროთ და გამოაგზავნოთ. მგონია რომ სწორი ბრძანდებით გარკვეულწილად შეიძლება და თქვენ რომ უმრავლესობაში ჩატი გაქვთ, ახლა ჩატით იმართებით, ეგ იმას ხო არ ნიშნავს, რომ ყველა ჩატით უნდა გაიმართოს, კაცო. ისე ჯობია, როდესაც ესეც ხდომებს ნიშნავს, თვითონაც ბრძანდებოდეს აქ და არ არის ტურისტივით რომ მოგზაურობს. ამდენი თანხა რო დახარჯა. მივლინებებში ერთი მაგის სამაგისო რა გააკეთა. არავის არ გავუფრთხილებივართ ამ ხდომის მოწვევის შესახებ. მეც არ მიმიღია არანაირი შეტყობინება. გულწრფელად გეუბნებით, რა მეც არ მიმაჩნია დღეს რომ ეს ხდომა არის უფლებამოსილი რომ ჩატარდეს. ოპოზიციამ დღევანდელ ხდომას არალეგიტიმური უწოდა. ისინი რეგლამენტის მე-80 მუხლის მე-11 პუნქტს იშველიებდნენ, სადაც პირდაპირ წერია, რომ რიგარეშეს ხდომის მოწვევის შემთხვევაში ინფორმაცია პარლამენტის წევრებს პირადად უნდა ეცნობოთ. დეპუტატები კი დღეს აცხადებდნენ, რომ მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ. დღევანდელი ხდომა გაუქმდეს და გადაიდოს, მით უმეტეს თუ მიზეზი არის ის, რომ ბატონი გვენეტაძე მივლინებაში აპირებდა წასვლას, თავისთავად ის, რომ რიგარეშეს ხდომა ინიშნება იმის გამო, რომ დეპუტატები პულტის ღილაკებს ვერ არჩევენ, ჩემი აზრით არის სირცხვილი და ალბათ ამ მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია, რაც კი ყოლია საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში. პარასკევს, როდესაც დამთავრდა ხდომა, ჩვენ გვითხრეს, რომ ეს გაგრძელდებოდა 16-ში და შემდეგ ეხლა დღეს აქ უბრალოდ ცხრები შეკვრივეთ, ისე რომ შეტყობინებებიც არ გამოგვიგზავნეთ. ოპოზიცია მმართველ გუნდს უთხრა, რომ ის რეგლამენტზე ძალადობს. სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დაუყოვნებლივ მოწვევას ითხოვდა, რათა რიგარეშეს ხდომის ჩატარების მიზანშეწონილობაზე ემსჯელათ. სხდომის წამყვანი გია ვოლსკი ამის წინააღმდეგი არ იყო, თუმცა კომიტეტი მაინც არ ჩატარდა. პროცედურულმა ომმა მოქმედი და ყოფილი მეოცნებები ერთმანეთს დააპირისპირა.
როცა დარბაზში ვართ და საიდან უნდა გამეგო კითხვას რო ვსვავთ, მესმის ეს პრეტენზია რომ აპარატს უნდა უზრუნველეყო რომ გაეგო, მაგრამ როცა ვართ დარბაზში, ესე იგი გავიგეთ და მოვედით. ეს არ არის პარლამენტის წევრის ენა, როდესაც საუბრობთ, რომ 76 კაცი შევიკრიბები და დანარჩენს თავში ქვაგიხლიათ, ეს არასწორია. ესეთი წინადადება მინდა შემოვიტანო, რეგლამენტში მოვხაზოთ ნორმები, რომლის დარღვევა შეიძლება და რომლის დარღვევა არ შეიძლება. მარტო გედი ფოფხაძის დროს გაგვახსენდა რეგლამენტის მუხლი და სხვა შემთხვევაში რეგლამენტის დაცვა ამ პარლამენტში არ მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა ამ თურისთვის მივიღეთ ეს რეგლამენტი, რომ ყველა სხდომაზე უნდა დავარღვიოთ? ამ ყველაფრის ფონზე ქართული ოცნებიდან გარიცხულმა დეპუტატმა დღეს ერთი საიდუმლო გაამხილა. ირკვევა, რომ პოლიტიკური დალტონიზმის პრობლემა მართულ გუნდს მხოლოდ პარლამენტის ახალ მისამართზე არ აქვს. ჭიჭინაზე უმრავლესობის ჩათში კოკა ყანდიაშვილის მიერ გაგზავნილ წითელ და მწვანე ვაშლებს იხსენებს. ჭიჭინაზე ყვება, რომ ყანდიაშვილი დეპუტატებს ინსტრუქციას უგზავნიდა, რომ წითელი ნიშნავს წინააღმდეგს, მწვანე კი მომხრეს. ავიდან იყო, როდესაც ახალი იყო შეკრებილი, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ჩათში მოდიოდა მწვანე და წითელი ვაშლები, რომ კნოპკები არ არეოდა. ეს ჯერ კიდე ქუთაისში. ეს როდის იყო? ხო ხედავთ, რამდენი რამე არ გწოდნიათ. არა, ვინც გზავნის ყოველთვის იქ, ერთი ყავდათ კოკა ყანდიაშვილი უფროსი რა. მართა. არა, ის აგზავნიდა, ხო, რა ფერის კნოპკაზე უნდა დაგვეჭირა თავიდან. წითელი და მწვანე ვაშლები უმრავლესობის წევრებს. ინსტრუქციის სავარაუდო ავტორი კოკა ყანდიაშვილი დავით ჭიჭინაძეს Facebook-ზე ასე გამოეხმაურა. მეგობრებო, რამენაირად უნდა ჩამოვყალიბდეთ. კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მართველი. მესმის ტროლები, მესიჯები, ბოტები, ქარხნები, ვიდეოები, ფაბრიკები, ფეისების ეთერში გაგზავნა ან აკრძალვა, კიბერთავდასხმები, შავი პიარი და თეთრი ხელთათმანი, მაგრამ ვთვლათ საქართველოს პარლამენტს თუ მართავ წლებია, მაღიარეთ თქვენ. სახელმწიფო ტროლები იდენტიფიცირებულია მედის განვითარების ფონდი Facebook-ის ყალბ ანგარიშებს ერთი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. ორგანიზაციამ Facebook-ის 15 პროფილი გამოავლინა, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული პროფილები სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მმართველი პარტიის და მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერ პოსტებს ან კომენტარებს აქვეყნებენ, განსაკუთრებით აქტიურები სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook გვერდზე არიან, რაც ორგანიზაციას უჩენს ეჭვს, რომ ტროლებს დავითაშვილის უწყება მართავს. ბრალდებები უკვე უარყვეს უწყებაში, ეგრეთ წოდებული ტროლების სამიზნე კვლევის მიხედვით, ასევე არიან მესამე სექტორი და კრიტიკული მედია საშუალებები მათ წინააღმდეგ პოსტებს ერთი და იგივე შინაარსი აქვს. 15 ყალბი Facebook ანგარიში და სხვის იდენტობას ამოფარებული ეგრეთ წოდებული ტროლები მედიის განვითარების ფონდის ახალი ანგარიშით ირკვევა, რომ 15 ყალბი Facebook პროფაილიდან 11 რუსული სოციალური ქსელების მომხმარებლების იდენტობას იპარავს, 2 სერიალის პერსონაჟების, 1 Facebook მომხმარებლის, ხოლო 1 სტუდენტის. 15-ვე ტროლს საერთო მესიჯ ბოქსი აქვს. ანგარიში ცნობილი ხდება ისიც, რომ ტროლები ერთმანეთთან ინტერაქციაში შედიან და საერთო სამეგობრო წრეხავთ. ეს კი მედიის განვითარების ფონდს უჩენს ეჭვს, რომ აღნიშნული პროფილები ერთი ანგარიშიდან იმართება. ზოგ შემთხვევაში იყო შემთხვევები, როდესაც ვთქვათ, ერთ-ერთი უთითებდა თავისუფალ ჟურნალისტთა სახს ან ლიბერალს იმისთვის, რომ ტროლი იყოს დამაჯერებელი, მათ ჭირდებათ გარკვეული იდენტობა ჰქონდეს იმისთვის, რომ ინტერაქციაში შევიდნენ და ჩაერთონ დისკუსიაში. ქმნიან კონკრეტული ადამიანების სხვადასხვა პროფილებს, რომლებიც არის ყალბი, იგონებენ ასე სხვადასხვა სახელებს და რეალურად ის ფოტოები, რომელიც მათ გამოქვეყნებული აქვთ და ასაღებენ როგორც თავიანთ ფოტოებს, რეალურად მათ არ ეკუთვნით. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ეგრეთ წოდებული ტროლები განსაკუთრებით აქტიურები მმართველი გუნდის სოციალურ გვერდებზე არიან. იწონებენ და აზიარებენ ივანიშვილთან დაკავშირებულ სიახლეებს და როგორც მედია განვითარების ფონდში ამბობენ, მმართველი გუნდის ლიდერის მიმართ კრიტიკულ პოსტებზე მწვავედ რეაგირებენ. გარდა ივანიშვილისა, ეგრეთ წოდებული ტროლები აზიარებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიახლეებს. ეს კი ორგანიზაციას უჩენს ეჭვს, რომ ტროლების ნაწილს სწორედ დავითაშვილის უწყება მართავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ. ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოტოები აქვთ ყველაზე ხშირად ან მოწონებული, ან გაზიარებული, თქვათ პოსტები, როგორ დარბის იქ მინისტრი, ან სხვა მასალები, ხომ არ არის ეს დაკავშირებული ამ სამინისტრო. ანუ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.
გარდა Facebook პროფილებისა მედია განვითარების ფონდმა ის Facebook გვერდებით შეისწავლა, რომლებიც სხვადასხვა კამპანიაში იყვნენ ჩართული. ანგარიშით ირკვევა, რომ ტროლები მასალებს როგორც პოლიტიკური, ასევე არაპოლიტიკური შინაარსის Facebook ჯგუფებშიც აზიარებდნენ. ორგანიზებულად ავრცელებენ იდენტური შინაარსის მასალებს, ასევე ცდილობენ გარკვეულად შეცვალონ დისკუსიას სოციალურ ქსელებში და აკომენტარებენ კრიტიკულად განწყობილ პოსტებზე. კვლევის მიხედვით ეგრეთ წოდებული ტროლები განსაკუთრებით კრიტიკულები მესამე სექტორის ოპოზიციისა და კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ არიან და მათი უარყოფითი კომენტარები ხშირ შემთხვევაში საეჭვოდ ემთხვევა მმართველი გუნდის მხრიდან მესამე სექტორზე და ოპონენტებზე თავდასხმას. ეს არის ასევე მექანიზმი, რომ ზოგადად რაღაც ერთგვარი მარგინალიზაცია მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომ ესენი არიან სოროსისტები, რომ ესენი არიან სამშობლოს გამყიდველები. ცხადი არის დამატებითი მექანიზმი ასევე ტროლების საშუალებით, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გარკვეული ტიპის გავლენა მათ მოახდინონ. არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს ესხმიან თავს სოციალურ ქსელებში, შეურაცხყოფილი თუ ყალბი ინფორმაციის გავრცელებთ, არამედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც პოლიტიკურად სენსიტიური თემა არის. კვლევის გამოქვეყნებიდან მალევე ეგრეთ წოდებული ტროლების სოციალური ანგარიშების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი უცხო პირებისთვის დაიხურა. ნელ-ნელა უქმდება გვერდებიც, მაგალითად Z-News-ი და პრეს-კლუბი. ეს ის გვერდებია, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კამპანიაში იყვნენ ჩართული. ხორავის ქუჩის მკვლობის არასრულფასოვანი გამოძიება, არსებული საარჩევნო სისტემა და მთავრობის ვალების განულების პროგრამა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეორე ნაწილს ასაჯაროებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ხორავის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას არასრულფასოვნად მიიჩნევს. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წლიდან უნდა ჩატარდეს. ვალების განულებას კი მოსახლეობა საარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამს. ხორავის ქუჩის საქმე სათანადოდ გამოძიებული არ არის. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 84%. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა, დგინდება, რომ რესპონდენტები ხორავის საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის გამოსავალს საგამოძიებო კომისიის შექმნაში ხედავენ. ხორავის საქმის გამოუძიებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც. ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპარაძე ამტკიცებს, რომ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ხორავის ქუჩის საქმეზე ობიექტური განაჩენი არ დადგება. ეს საქმე აუცილებლად იქნება მიყვანილი ბოლომდე. აუცილებლად. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ეს საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული. არავის არ ქონდეს ილუზია, რომ ესეთი გახმაურებული საქმე იქნება ჩაფარცხული სხვა საქმეებთან. კვლევა მოიცვა ხელისუფლების მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი და რუსეთთან ურთიერთობების საკითხიც, რაც გამოკითხულთა 16%-ის აზრით მმართველი გუნდი პრორუსულია. 51% კი ფიქრობს, რომ მთავრობა რუსეთთან და ევროპასთან ერთნაირად კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. ძალიან მძიმე შედეგები ხელისუფლებისთვის, ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიცია გამჭვირვალობის კვლევას, რომელიც ხელისუფლების მიერ არჩეულ საგარეო პოლიტიკისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხზე ხალხის აზრს ასახავს. პაატა დავითაია ამბობს, რომ ბოლო წლებში მონაცემები გაზრდილია, რაც მმართველი გუნდის მხრიდან აუცილებლად ყურადსაღებია. ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე შედეგები არის, მათ უნდა გააკეთონ დასკვნები, იმიტომ რომ ამ კვლევიდან იკვლევა გარკვეული მომენტები, მოსახლეობის უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, მოსახლეობის უნდობლობა საარჩევნო სისტემის მიმართ. თუ შევადარებთ თქვათ ორიენტაციასთან დაკავშირებით, რუსულ ორიენტაციაზე თუ ასაუბარი, ჩვენ ხედავთ, რომ 16% მოსახლეობის ეთანხმება რუსული ხელისუფლება. შედარებით თუ ამას ავიღებთ წინაკვლევებს, თუ ნახოთ, რომ რამოდენიმე ერთეულითაა ის გაზრდილი. გამოკითხულთა დიდი ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ემხრობა. კვლევის თანახმად რესპონდენტთა 45% თვლის, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე არა 2024 წელს, არამედ 2020 წელსვე უნდა გადავიდეს. სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს ახალი საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი თამთა შამათავაც, რომელიც ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა 2020 წელს მაჟორიტარების ხარჯზე მანდატები ვერ უნდა მოიპოვონ. უნდათ რომ 2020 წელსაც მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვონ მანდატები, თუმცა ეს ესე ვერ მოხდება. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წავა საზოგადოებაზე წინ. ჩვენ დაწყებული გვაქვს ოპოზიციურ პარტიებს ხელმოწერების მოგროვება მილიონი ხელმოწერის კამპანიის ფარგლებში და აუცილებლად მივახცევთ იმას, რომ მოუწევს ქართულ ოცნებას წავიდეს დათმობას. მკითხვაზე თქვენი აზრით არის თუ არა საჭირო ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა? პასუხები ასე გადანაწილდა. 80% საჭირო თვლის ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, 14% კი ამის საჭიროებას ვერ ხედავს. რაც შეეხება მასშტაბურ სახელმწიფო ინიციატივას საპენსიო რეფორმებთან დაკავშირებით, რესპონდენტთა 53% რეფორმას უარყოფითად მიიჩნევს, რადგან 94% აცხადებს, რომ მათი შემოსავალი შემცირდა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში საუბრობენ, რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის აზრის გათვალისწინება ხელისუფლების მხრიდან არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად ამან ყველაფერმა გავლენა ვერ მოახდინა საბოლოოდ პარლამენტის მიერ მიღებულ დასკვნაზე, თუმცა მოსახლეობა ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიების შექმნა. არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობის ფაქტორიც არის და ცუდია, რა თქმა უნდა, როდესაც პარტიების მიმართ ნდობა არ არის. პროპორციული სისტემით არჩევნები, რომ აუცილებლად 2024 წელს უნდა ჩატარდეს, გაწერილია საქართველოს კონსტიტუციით. უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მსგავს სისტემას გარკვეული დრო და ეტაპობრივი ცვლილებები ჭირდება, რაც შეეხება ფაქტს, რომ საზოგადოების ნაწილი მთავრობის პრორუსულობას უჭერს მხარს, უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიზეზად საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ასახელებს და მაგალითები მოჰყავს. ჩვენი ოპონენტები გამოდიან და აკეთებენ განცხადებას, რომ თუ გაზპრომთან გააფორმებ ხელშეკრულებას, მთავრობა იქნება პრორუსული. ან თუ მაგალითად სათანადო დონეზე არ გააკრიტიკებ რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც ჩვენ აუცილებლად ვაკეთებთ და ეს ფაქტებია, მაშინ იქნება მთავრობა პრორუსული და ასე შემდგომ. ანუ ეს მიზანმიმართული პროპაგანდის შედეგია მხოლოდ და მხოლოდ, თორემ ჩვენი პროდასავლურობა დამტკიცებული არის კონკრეტული ფაქტებით. არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევის მიმდინარეობისას სულ 2097 ადამიანი გამოკითხა. როგორც ცნობილია, კვირის ბოლოს მესამე სექტორი ხალხის აზრს კორუფციასთან დაკავშირებითაც გაგვაცნობს. გაქცევა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის შეფასებით დავით ბაგრატიონი ქვეყნიდან გაიქცა, რომ თავი არიდოს საგამოძიებო ორგანოებს, დედის ავადმყოფობის გამო ქვეყნის დატოვება კი გამოგონილი საბაბია. დედოფლის უფლება-დამცველის ბრალდებებს მეფის ადვოკატი პასუხობს საქმეზე, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხება. გამოძიება ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილსაც გამოკითხავს. არარსებული ტახტის დედოფლის შემდეგ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე საგამოძიებო უწყება სავარაუდოდ ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს გამოკითხავს. ბეგაშვილმა დღეს TV1-ის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა ტელეწამყვანს დავით ბაგრატიონის მიერ ფიზიკურ ძალადობაზე აქამდე არაერთ ინტერვიუში უსაუბრია. შორენა ბეგაშვილმა მეფის მიერ ძალადობის შესახებ პირველი განცხადება სიმართლის დროში 2012 წელს გააკეთა. დავით ბაგრატიონს შენთვის ხელი დაუწყამს. დედოფლის ადვოკატი ტელეწამყვანის გამოკითხვას არ გამორიცხავს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს მეფის უფლება-დამცველს. ლევან ჩხეიძე შორენა ბეგაშვილს უშიშროების აგენტობაში ადანაშაულებს. ბეგაშვილმა TV1-ის სატელეფონო ზარებს არც მეფის უფლება-დამცველის ამ განცხადების შემდეგ უპასუხა. ლოგიკურია, რომ შეიძლება საგამოძიებო ორგანოებს აინტერესებდეს იმ ადამიანისთვის ცნობილი სხვა ინფორმაციაც, რომელიც იგივე ძალადობაში დებდა თავის დროზე ბრალს დავით მუხრანას. ბატონი დავითის გაშავება იმ დროს შედიოდა იმ დროინდელი ხელისუფლების ინტერესებში, რომლებიც კონსტიტუციური მონარქიის იდეას აღიქვამდა როგორც პირად საფრთხეს. შორენა ბეგაშვილი იყო უშიშროებისგან ჩასმული აგენტი. არანაირი ძალადობა შორენაზე არ გონია. ანუ შეიქმნა უკვე გარკვეული სტერეოტიპი და ეს მომენტი უკვე დაიჭირა ახლა ქალბატონმა ანამ და იგივე სპექტაკლს უტრიალებს. გაქცევა და პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა, ასეთია დედოფლის ადვოკატის შეფასება. დღეს სამეფო ოჯახის საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებებიც გამოჩნდა. დედოფლის ადვოკატმა დავით ბაგრატიონის მიერ ანა ბაგრატიონზე ძალადობის დასამტკიცებლად სატელეფონო დაფარვის ზონის ჩანაწერები წარმოადგინა. ლევან გორელიშვილის მტკიცებით, ძალადობის დროს 2014 წლის 9 მაისს მეფისა და დედოფლის სატელეფონო სიგნალები სწორედ ძალადობის ადგილას საგურამოში ფიქსირდებოდა, რაც დავით ბაგრატიონის უფლება-დამცველმა უარყო. ლევან ჩხეიძემ უარყო ისიც, რომ მეფე ქვეყნიდან გაიქცა. დავით ბაგრატიონი გაიქცა საქართველოსდან, იგი გაიქცა ამ ფორმით საკუთარ პასუხისმგებლობას ძალადობის დღეს 2014 წლის 9 მაისს. ანას ტელეფონის ნომერი დაფიქსირებულია საგურამოს ანძის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობის მომენტში ანა იყო საგურამოში. ძალადობის მომენტშიც დავითის ტელეფონის ნომერიც ასევე დაფიქსირებულია საგურამოს დაფარვის ზონაში არსებული ანძის მიერ. მთელი ეს ცირკ შაპიტო ემსახურება ერთ რამეს, რომ ქალბატონმა ანამ წადღლიზოს პირდაპირ კეთებით ბატონ დავითს 90000. წამოწიეს ეს ძალადობის ელემენტი, რომ თუ ისინი დაადასტურებენ, რომ ქალბატონი ანა ცხოვრობდა როგორც მეუღლე ბატონ დავითთან 2014-15 წლისთვის, ესე იგი
ქონება ეკონდებარება გაყოფას. მეფემ საქართველოს დედოფლის მთავარ სამმართველოში დაკითხვის დროს 5 აპრილს დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. მანამდე სამართალდამცველ ორგანოში იმ საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც დავით ბაგრატიონ მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ გრუზინსკზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება. პარალელურად სამეფო ოჯახის წევრებს შორის სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მეორე სამოქალაქო დავა მიმდინარეობს. რა გახდა გაზის დაგროვების და ძლიერი აფეთქების ოფიციალური მიზეზი დიღმის მასივში ჯერ ისევ უცნობია. პირველადი ვერსიით აფეთქება კუსტარულად დამონტაჟებულმა გამოთბობელმა გამოიწვია, ასევე ექსპერტები შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით დასკვნას მოგვიანებით დადებენ. მანამდე დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები გამკაცრდება, რაც კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟებასაც ითვალისწინებს. არასწორად დამონტაჟებული გამოთბობლებისა და წყლის გამაცხელებელების 80% ყაზრანსგაზის ცნობით გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებზე მოდის. ბუნებრივი აირის გაჟონვასა და CO2 მოწამვლის შემთხვევების მაქსიმალურ უმრავლესობას სწორედ წესების დარღვევით დამონტაჟებული დანადგარები იწვევს. ასე გამოიყურება 24 საათის შემდეგ აფეთქებული კორპუსი. დანგრეული კედლები, ჩამწროული ფანჯრები და ბზარები ჭერსადა იატაკზე. 30 ევაკუირებული ოჯახიდან ნაწილს ყვითელი ლენტის გადაკვეთა და სახლიდან ნივთების გამოტანის შესაძლებლობა მაშველებთან ერთად მიეცათ. სწორედ ბარგით ხელში იხსენებენ ადგილობრივები, რამდენად ძლიერი იყო აფეთქება, რომელიც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. კატასტროფა იყო, ყველაფერი რაც კი არის გარშემო, ყველა შუშები, ფანჯრები, ყველაფერი ნანგრევა. პატარა ბიჭი შემხდა უკვე არც ვიცოდი სახეზე დამწვარე იყო. პატარები გარეთ მყავდა ჩამოყვანილები და რაღაცა ისეთი არასასწაული ხმა იყო, ისე შეგვეშინდა. ქითა მხარის სახლის საერთოდ გამოვარდნილი იყო. გოგონა ამბობდა, რომ პატარა ბავშვი ჩამოვიყვანეო ქვემოთ სასაინოთ და მაშინვე გაუგაზისუნი. რამდენად ვარგისია კორპუსი საცხოვრებლად და რამდენ ხანში შეეძლებათ ადგილობრივებს სახლში დაბრუნება აფეთქების შემდეგ. ამას ექსპერტიზა დაადგენს. მანამდე კი ორი კორპუსის 30 ოჯახი ღამეს სურვილისამებრ ან სასტუმროში ან ახლობლებთან გაათევს. კარებები შემოანგრია ტალღამ, ფანჯრებია გაფუჭებული, ჩამოვარდნილია. ზოგადად არის საშინელი მტვერი ტალახი. ვიან იყო ის ბიჭი შესული, რომ დაბლიდან ბზარი აქვს იატაკს და არ შეგვიშვეს ამიტომ. გვერდ სადარბაზოს ბინას საზიარო კედელი რაც ქონდა საერთოდ მონგრეულია. იქაც კარები არის მოგლეჯილი. შუშები ჩამწრეული იყო. 8 დაშავებულიდან 6 კვლავ კლინიკებში რჩება. ყველაზე მძიმე 21 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მას სხეულის 35% დამწვარი აქვს. კლინიკაში რჩება 7 თვის ბავშვის დედაც, 7 კი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. დამწვრობა გვაქვს თავმთლიანად, ზემოკიდურები, გულმკერდისარი და ტერფები, დამწვრობით შოკის ასუნთქიზების დაზიანება, საბედნიეროდ მისი მდგომარეობა ამ წუთისათვის არის სტაბილური, არ არის გამორიცხული, მას დაჭირდეს კანის გადაներა. აფეთქება სავარაუდოდ გამათბობელი დანადგარის თვითნებურად მონტაჟმა ან დემონტაჟმა გამოიწვია. ეს არის ყაზტრანსგაზის პირველადი ვერსია. ყაზტრანსგაზ თბილისის ტექნიკური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა 5 თვის წინ შემოწმდა, თუმცა მაშინ შეფერხება არ დაფიქსირებულა. სავარაუდოდ მე ხას უსვავ, ადგილი აქვს უსაფრთხოების წესების და ნორმების დარღვევას, რაც გამოწვეულია სახლში და გაზის დანადგარების არასწორად მონტაჟის და არასწორი დემონტაჟის. ბოლოს ჩემი პირველადი ინფორმაციით ჩვენს მიერ გეგმიური დათვალიერება ამ ბინის ჩატარდა 2019 წლის სექტემბრის თვეში. მაშინ ხარვეზი არ დაფიქსირებულა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად ადგილობრივების გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაშიც მიმდინარეობდა. მეზობლები ამბობენ, შეიძლება ნაცურაანთო იმის გამო დილოს მოხდა ეს აფეთქება. სახში ვიყავი და აფეთქების ხმა გავიგე. მე გონა კორპუსს დაეცა ბომბი მეთქი, სხვა არაფერი არ დამინახია. შუშები ჩამოიმსხვრა სახლში. შესაბამისი სენსორების და დეტექტორების დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს თბილისის მერი. კახაკალაძე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. აუცილებელია შესაბამისი სენსორების დაყენება, რომელიც უნდა იყოს აუცილებელი, კანონით უნდა იყოს ეს ყველაფერი გათვალისწინებული, თუმცა ადამიანებმაც ახლა უნდა გამოიჩინონ უფრო მეტი სიფრთხილე. კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი თუ უყურადღებობა რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ექსპერტ კრიმინალისტები კი შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა რა ვერსიას განიხილავენ, ისინი ამ დროისთვის მედიასთან არ საუბრობენ.
გაყალბებული დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. უწყების ინფორმაციით ბასილიამ თურქეთში ჩატარებული ჩემპიონატის შესახებ, რომელიც სამინისტრომ დააფინანსა, ყალბის აბუთები წარადგინა, თითქოს მონაწილეობა 10 დელეგატმა მიიღო, სინამდვილეში კი ჩემპიონატზე 4 მონაწილე იყო წასული. კახა ბასილიამ ამ ქმედებით სამინისტროს კუთვნილი 10,000 ლარზე მეტი მიითვისა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კარატეს პრეზიდენტს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 124 სპორტსმენი წავიყვანეთ. სამინისტროსგან ხო ნაწილობრივ ავიღეთ დაფინანსება 10 სპორტსმენზე, იმ 10 სპორტსმენიდან 7-მა მართლა ვერ შეძლო, 6-მა მართლა ვერ შეძლო წამოსვლა, მაგრამ ჩვენ სხვა სპორტსმენებიც ჩავანაცვლეს. სამინისტროც იცოდა და იმანაც იცოდა. ყველა მიცის ეს საბუთები არსებობს, ეს საბუთები. და ამის შესწავლა ძალიან მარტივი არის. დანარჩენი ახლა ვის დაინტერესა აი ამის ამოჭხრეკა და ეხლა ერთი წლის შემდეგ ვინ დაინტერესდა აი ესეთი რაღაცეები და ვის წისქვილი ასხავს. ვარო გამოჩნდება ეს ფედერაციაში ჩვენ არ აქვს დაპირისპირება, გამორიცხულია. წამიყენეს ბრალდება, რასაც მე არ დავეთანხმე, რა თქმა უნდა. და მომწეს გირაოს შემიპარდა გირაო. ასეთ იყო დღის მთავარი თემები ამ დროისთვის. საქმის კურსის დასრულების შემდეგ კი ტელეპირველის მაყურებელს ქართული ფილმის პრეზიდენტის ტელეპრემიერა ელოდება.